ვიზიტთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ. ილია დარჩიაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ამას ერთგვარ სპეკულაციები მოყვა ეუთოს მინისტერიალს მოსმობ და ამ ოპოზიციას რომ გასულ პასუხი ამ ერთგვარი კრიტიკა მოყვა. საერთოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიცია, რომ ისინი არ მოქმედებენ, არ ფიქრობენ, გადაწყვეტილებებს არ იღებენ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი მთავარი გამსაზღვრელი არის აყოლა სხვების. არ ფიქრობენ ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, სხვა ფიქრობენ და ამოდიან სხვა ქვეყნების ინტერესებიდან და კარნახიდან. რაც შეეხება ეუთოს სამიტს 2010 წელს სამიტში მონაწილეობას იღებდნენ მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი. იმ პირობებში, როდესაც ომიდან გასული იყო 2 წელი და იღებდნენ ასტანის სამიტში, სადაც მონაწილეობას იღებდა არა მხოლოდ ლავროვი, არამედ ვლადიმერ პუტინიც. ასე რომ ახლა საუბარი რომ ერთ დარბაზში და ერთ სივრცეში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება, არის აბსოლუტური ფარისევლობა. თუმცა მეორე მხრივ გასაგებია, იმიტომ რომ მათთვის საქართველოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, არამედ 2022 წელს გაახსენათ მას, რომ საქართველო არის ოკუპირებული. მანამდე ყველას გვახსოვს რა იყო მათი პოლიტიკა. პოლიტიკა იყო ვიზების გაუქმება, პოლიტიკა იყო საზღვარზე რუსი ტურისტების შეგებება, პოლიტიკა იყო ის, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან მიმართებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა, ეს ერთადერთი ბერკეტი დათმეს, არ ვიცი ვისი კარნახით, მაგრამ დათმეს აბსოლუტურად გაანიავეს ის ბერკეტი, რომელიც მათ ჰქონდათ. არასდროს ნაციონალური მოძრაობა არ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, არამედ ყოველთვის ისინი მოქმედებდნენ სხვების კარნახით და არა ქართული ხალხის. აი ამ თემაზე ერთ დავაზუსტებ, ამავე თემაზე დავაზუსტებ. ნახეთ ოპოზიცია. ამ თემაზე დავაზუსტებ. ნახეთ ოპოზიცია საუბრობს იმას, რომ თუ ჩავა მაგალითად დარჩიაშვილი, მთავარი საკითხი უნდა იყოს ოკუპაცია და ოკუპაციაზე უნდა ისაუბროს, როცა ლავროვის წინ წარდგება. აი ერთ საცხოვრებელი ჩავა მაგალითად იქ დარჩიაშვილი ერთადერთი გამართლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ ოკუპაციაზე ისაუბრებს მაგალითად. აი ამასაც რომ პასუხობს, თუ აპირებს ამ საკითხზე საუბარს. მათ შორის ემსახურებოდა იმას, რომ გაეკრიტიკებინა ის ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა და ეხლა რის გაპროტესტებას, რა დისკომფორტის შექმნას აპირებს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის წარმომადგენლობით. ისაუბროს ამ გამოცდილებას. ანუ აღმოჩნდა, რომ თურმე ერთ სივრცეში ყოფნა არ არის დიდი პრობლემა, ხომ? გამოდის თქვენი კომენტარიდან, აქედან გამომდინარე. ეს არის მთელი ფარისევლობა იმ უაზრო პოლიტიკისა, რომელიც აქვს ხოლმე ოპოზიციას. კიდევ ერთხელ ისინი არიან ჩვეულებრივი ამყოლები. ნახეს რომ რამდენიმე ბალტიის ქვეყანა თქვა რომ ისინი პროტესტს არჩევდნენ, უკრაინა თქვა რომ არჩავალ და ამაზე აყოლილებმა იფიქრეს არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, არამედ სხვების ეროვნული ინტერესებიდან. საერთოდ გასაკვირი არის, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არის უკრაინის მოქალაქე. ამიტომ ახლა ისინი რომ საქართველოს ინტერესებით არ მოქმედებენ და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გადასახედიდან უყურებს ამ საკითხს, ესეც არ არის გასაკვირი, არ არის გასაკვირი. რაც შეეხება თემებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ფორმას ვიყენებთ ზუსტად იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები წარმოვადგინოთ. საქართველოს ეროვნული ინტერესი არის უპირველეს ყოვლისა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა სხვა ქვეყნების მხრიდან და საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც რა თქმა უნდა უსაფრთხოების თემების დროს განიხილება. ამიტომ უბრალოდ ეს კიდე ერთი კარგი მაგალითი არის, რომ ანტიქართული კოალიცია, რომელიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას თავის შემადგენლობაში, როგორ მოქმედებს. წარმოიდგინეთ ეს ხალხი, რომ ხელისუფლებაში მიუშვას ვინმე. ეს ხალხი, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დღეს რა გვექნებოდა? ჩვენ ყველა გაიხსენეთ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, დაწყებული იმიდან, რომ საქართველოს უკრაინაში უნდა გაეგზავნა მეომრები, ხო გახსოვთ, პირველი პროტესტი, პირველი საკითხი, რაც იყო რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში, იყო აქცია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ ჯერ აეროპორტში მოაწყო, შემდეგ პარლამენტთან მოაწყო, ერთადერთი მოთხოვნით, რომ საქართველოს მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში. რა იქნებოდა ამის შემდეგ საქართველოში? დღეს ვისი ტანკი იქნებოდა საქართველოში და ვისი წყვილა გაისვრდა, მათ ეს არ აინტერესებთ, იმიტომ რომ ისინი არ მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. დათმების შესრულებას დაიწყება პოლიტიკაში. აი ესე მოვყვები და გამოვა. თქვენც მე აქტიურად მინდა გითხრათ, მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში თქვა, რომ ფაქტობრივად ფლობს არტარიას ეს ვიცოდეთ, მაგრამ თქვა ისიც, რომ არ შეუძლია სარედაქციო პოლიტიკა პირველი დღის, ანუ ფაქტობრივად აღიარა, რომ რადიკალური ინტერესები აქვს მას. რას ადასტურებს ხაზარაძის ეს განცხადება თქვენთვის, როდესაც ის არის პოლიტიკაში და აგრეთვე აქვს საკმაოდ დიდი კაპიტალი.
ხო ეს კიდევ ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი ყავს ჩვენ კეზერაშვილის შემდეგ, რომელმაც ასევე აღიარა, ვიცით რომ კეზერაშვილს აქვს ფული, აღიარა და ვიცით რომ მას აქვს მედია და ვიცით რომ მას აქვს პარტია. ზუსტად იგივე გააკეთა მამუკა ხაზარაძემ, მანაც აღიარა რომ ის არის ოლიგარქი და სულად აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს, კერძოდ აქვს ფული, აქვს პარტია, აქვს მედია. აი ეს არის რაც მან საბოლოო ჯამში რის ილუსტრაციაც მოხდა და როდესაც საუბრობენ ოლიგარქიაზე და ასე შემდეგ, თავად ოლიგარქები, ეს რა თქმა უნდა არის ძალიან სამარცხვინო ქმედება. და გარდა ამ ოლიგარქიისა, სხვა პრობლემებიც აქვს ლელოს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ამას წინათ ვთქვით, ესეც არის ორგანიზაცია, რომელიც არ უყურებს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც იყურება სხვა დედაქალაქებისკენ. ხედავთ ჩვენ, ნახეთ ჩვენ როგორ ქონდათ მათ ასე ვთქვათ, ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავს იწონებდნენ, რომ იქ აბეზღებდნენ ქართველებს, რომ სანქციები დაუწესონ ქართველებს, მოიჩილონ კონკურენტები სხვისი ხელით, სხვა ქვეყნის ხელით მოიცილონ კონკურენტები, რომ სახელმწიფო ბერკეტები მიიღონ. ეს არის სუფთა კომუნისტური საბჭოთა აზროვნება, რომელიც მათი წარსულიდან გამომდინარე ალბათ საბჭოთა ნომენკლატურაში ყოფნიდან აქვთ მათ, რომ ცენტრში რომ ჩადიოდნენ ადრე ზოგიერთი ქართველი აბეზღებდა სხვა ქართველებს, რომ მოეცილებინათ თავისი კონკურენტი, პარტიული თუ სხვა კონკურენტი და თვითონ გაეკეთებინათ კარიერა. მათთვის მოსკოვი დღეს შეიცვალა სხვა დედაქალაქებით, თუმცა მიდგომა აქვთ ერთი და იგივე. ისინი არ იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ, მათი მანდატით გადაწყვეტილება მიიღონ, არამედ მხარდაჭერას და მანდატს ისინი ელიან სხვა ქვეყნებისგან და სხვა დედაქალაქებიდან. დათმობის შესრულებას რაც შეეხება ბატონო შალვას, სავარაუდოდ დღის განმავლობაში გამოქვეყნდება მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა და მოლოდინები როგორი გაქვთ ოპონენტების მხრიდან სამუშაო ჯგუფებში ჩართულობასთან დაკავშირებით და როგორია სტრატეგია. ვიცით რომ როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობის ფარგლებშიც უნდა შეიმუშაოს კონკრეტული გეგმები. ქართული ოცნების საუბაზეც რომ გითხოთ, რამდენად ძალიან შეასრულოთ ეს დათქმები. საუბაზეც რომ გითხრათ. ხო, რაც შეეხება 9 რეკომენდაციას, რომელიც გასცა ევროკომისიამ, ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ზუსტად ისევე კეთილსინდისიერ და წარმატებით იმუშავებს, როგორც იმუშავა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და ზუსტად ასევე გვექნება ჩვენ საბოლოო ჯამში შედეგი, როგორც ჩვენ გვიდგება შედეგი 12 რეკომენდაციის შემდეგ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციების შესრულება უპირველეს ყოვლისა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მე მგონი ამაზე როგორც იქნა ბოლოს ოპოზიციაც კი დაგვთანხმდა, ასე ვთქვათ, ამ განმარტებაზე, მაშინ როდესაც ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ არ შესრულება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, თუ კი არ შესრულება არის პასუხისმგებლობა, მაშინ შესრულებაც არის სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამიტომაც ხელისუფლება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებს ძალიან დეტალურად, არის შემუშავებული გეგმა, რომელშიც არის პარლამენტის პასუხისმგებლობა, ჩვენ მალე დავაინიცირებთ უკვე ზოგიერთ საკითხს, რომელიც გაწერილი არის ამ სამუშაო გეგმაში საკანონმდებლო ცვლილების სახით, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ამ პროცესში ოპოზიციას, რა თქმა უნდა, შეუძლია მონაწილეობა და დახმარება საქართველოს ხელისუფლების, ამიტომ თუ კი ვინმე სურს კონსტრუქციული თანამონაწილეობა და სურს რომ დაგვეხმაროს ჩვენ 9 რეკომენდაციის შესრულებისთვის, რა თქმა უნდა, მათთვის კარი ღია არის. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ დავაზუსტებ. რიკარდ ჯოსრია გოიცა. აი ამ თემაზე ერთ დავაზუსტებ. რიკარდ ჯოსრია თუ ვიცით, შეიძლება რომ გასაგებია. და შემდეგ ჩაგეკითხები. ჩაილოს გიყვას და შემდეგ ჩაგეკითხები. რომ დახურ კარს მიღმა მომზადდა ეს გეკითხვა. ანუ ეს სამუშაო გეგმა მოუძდა უწყებად შორის კომისიის მიერ, სადაც ჩართული იყო როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის, სასამართლოს წარმომადგენლობა, სხვა უწყებების წარმომადგენლობა, სრულად იყო ჩართული ამ პროცესში სამოქმედო გეგმის შემუშავების და გასაჯაროდება ეს კომისიის პრეროგატივა არის. ვიცით და ევროკავშირის ელჩმაც დაგიდასტურათ, რომ მისი დამტკიცების მომენტიდანვე ევროკომისიასთან მოხდა ევროკომისიას გაუგზავნა მთავრობამ სამოქმედო გეგმა, არის კომუნიკაცია მათთან, რომ შეთანხმდეთ საბოლოო ჯამში ამ სამოქმედო გეგმაზე და რა თქმა უნდა გასაჯაროდება ყველა. აი ამ თემასთან დაკავშირებით ჩაგეკითხები. ბატონო
ამავე თემაზე დაზუსტება, ნახეთ, აი ამ თემასთან დაკავშირებით ვიკარჩევს ვიაკ, მაგრამ მოახდინა განცხადება, მძიმე საუბრები არის საკმაოდ ბრიუსელშია, საუბრობს ორბანი საერთოდ კარს უკეტავს უკრაინას და შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს მაგალითად საქართველოს და კანდიდატის სტატუსზე უარი იყოს. აი ამაზე რომ გითხრათ ორბანის გავლენაზე და რა მძიმე მოლაპარაკებები შეიძლება მიმდინარეობდეს ბრიუსელში. არ ვიცი, კიდევ ერთხელ მე ჟურნალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენ გვაქვს კავშირი კომუნიკაცია ევროკომისიასთან, ევროპული დედაქალაქებთან და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ოპტიმისტური განწყობა, გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ამიტომ ჩვენ ამოვდივართ ორი პრინციპიდან. ერთი ეს არის, რომ თავარი პრინციპი და ერთი ეს არის, რომ საქართველოს თავისი წილი საქმისა შეასრულოს და ჩვენ შევასრულეთ და ეს დაადასტურა ევროკომისიამ. ეხლა პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ევროპული საბჭოს მხარეს, ჩვენ ამიტომაც გვაქვს დედაქალაქებთან მჭიდრო კომუნიკაცია, ვიზიტები, მეც პირადად და მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ პირადად, არიან მუდმივ კონტაქტზე დედაქალაქებთან, ვინაიდან ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება უნგრეთის მხარდაჭერას, ჩვენ ეჭვია გვეპარება, რომ უნგრეთი მხარს დაგვიჭერს, ამაზე პირდაპირ განაცხადა როგორც პრემიერ-მინისტრი, ესე აი ამას ამბობს მაგალითად ვიკარჩევს ვიაკი, რომ თუ მაგალითად უკრაინას დაუბრუნდება შეიძლება შემდგომ ამას ჩვენ ვიღა უნდა დაუბრუნდეს. ანუ მოგეთ ამას მე შევაფასე, მაგრამ თუ კი ვინმეს აქვს ეჭვი, რომ თუ კი არის ასეთი მიდგომა, რომ უნგრეთმა შეიძლება ვთქვათ უკრაინის ან სხვა ქვეყნის მიმართ ჰქონდეს ნეგატიური პოზიცია, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მიმართ მას აქვს დადასტურებულად ღიად გაცხადებული პოზიტიური დამოკიდებულება, ამიტომ რა უნდა შეუქმნა საფრთხე ვერ ხვდები. პოლიტიკის სტატიასთან დაკავშირებით გკითხავთ, სტატიაში საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. ავტორი ამ სტატიის არის ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელშიც აქტიურად აკრიტიკებს ქართულ ოცნებას. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით მსგავსი სტატიები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სტატიები და ქართული ოცნების მხარდამჭერი სტატიები არის ავტორის, რომელიც ფარას მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში მოხდა ლობისტების ნაწილსგულისხმობ, რომელიც დაქირავებული ყავდა იული ალასანიას. ეს სტატიები აქტიურად იბეჭდება აფხაზეთში. რაზე მიუთითებს თქვენთვის ეს მოცემულობა და რამდენად არის მსგავსი სტატიების სანდო? ანუ ფარას მიერ გასაჯაროებული დოკუმენტაციების შემდეგ ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, თუ რა სახის პოლიტიკური კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილს, საკითხი ეხება ბიძინა ივანიშვილს, ნაციონალურ მოძრაობას და ზოგადად საქართველოს. აქ არის პოლიტიკური კორუფცია დადასტურებული, მათ შორის არამხოლოდ ის, რომ მედიაში ხდებოდა შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება, ეს პირდაპირ ვიცით იმ ანგარიშიდან, რომ შეკვეთილი იყო სტატიები, ასევე ვიცით, რომ ლობისტების მუშაობის შედეგი იყო, რომ ისინი უწერდნენ პირდაპირ რეზოლუციის ტექსტებს ზოგიერთ ევროპარლამენტარს და ევროპარლამენტმა ამ ლობისტების მიერ დაწერილი ტექსტები მიიღო რეზოლუციის სახით, אז რა თქმა უნდა არის დიდი სირცხვილი, როდესაც რის შედეგადაც პირდაპირ დეზინფორმაცია, ანტიქართული დეზინფორმაცია აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. გარდა ამისა, ჩვენ ნახეთ ამ ფარას ამ დოკუმენტაციიდან, მათ ქონათ კომუნიკაცია სხვა საელჩოების წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ. ეს არის ტიპიური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც სამწუხარო გამოწვევა არის ევროკავშირის ზოგიერთ სტრუქტურაში, მათ შორის და ჩვენ ვიცით, რომ ამიტომაც არის მოწოდებები, რომ ზოგადად დაფინანსების გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის ევროპარლამენტთან დაკავშირებით სხვადასხვა ინიციატივა არსებობს, სამწუხაროდ გაუმჭვირვალი არის დღესდღეობის ეს თემატიკა ევროკავშირის სივრცეში, თუმცა ამერიკის კანონმდებლობის წყალობით ჩვენ ვიღებთ ხოლმე ამ ინფორმაციას საზოგადოება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეჭვები არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულ ჯაჭვთან, რომელიც მიგვიყვანს ლობისტებამდე. ამიტომ დაველოდოთ ცოტა ხანი და დარწმუნებული ვარ, ფარას შემდეგ დოკუმენტაციაში ასეთი საკითხებიც ამოთვლივა. ამიტომაც თუ შეიძლება რეგიონებთან ერთად უკვე თბილისიც შევუერთ და ლევან ხაბეშვილის გადაწყობის მოთხოვნას და შეგდით უკვე პარტიაშიც მიმდინარეობს ეს დაპირისპირება. პარტია მელი არც მანიფესტს აწერს და არც პარტიიდან არ გადის. როგორ აკვირდება ამ პროცესს ფონდი და რისი მოლოდინი გაქვთ თქვენ ნაციონალურ მიწრობაში მიმდინარე პროცესში?
კიდევ ერთხელ რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მათი პრობლემა არ არის არც მელია, არც ხაბეიშვილი, არ არის ეს სახელი და გვარები, მათი პრობლემა არის რომ ისინი არ არიან საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია. ისინი არიან ეს არის ორგანიზაცია, ჯგუფი ადამიანების, რომლებიც სხვების კარნახით მოქმედებენ, მათ არ აქვს დამოუკიდებელი მოქმედების არეალი, აქვთ მოქმედებენ სხვის კარნახით, ქართველი არათუ ქართველი ხალხის ინტერესის საფუძველზე, არამედ ქართული ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ეს არის პრობლემა და ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, როგორი კონსტრუქცია იქნება თუ სტრუქტურა, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, სადაც მათი მთავარი ლიდერი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში ასარევად. ასეთ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე როცა ვსაუბრობთ. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა და სტრუქტურას პრობლემა არ არის. ძველ პირადობებზე თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ლამინირებული პირადობების გამოყენება შემდეგ წლის ოქტომბრის არჩევნებზე გახდის იმის საფრთხეს და შანსს, რომ არჩევნები გაყალბდეს. თან ეს იმის ფონზე, როცა ევროკომისიის 9 დათმაში ერთ-ერთი არის თავისუფალი არჩევნები. როგორ პასუხობთ რაც შეეხება პირადობის მოწვევას, სწორედ ამიტომაც ჩვენ იცით, რომ ჩვენი ინიციატივით ოპოზიციასთან და უმრავლესობასთან ერთად ქონდა შეხვედრა, სადაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ, მოვისმინეთ სტატისტიკა, მათ შორის ჩანაცვლების სტატისტიკა, ახალი პირადობის მოწვევებით როგორ ხდება და აქედან გამომდინარე ჩვენ შევცახდით, რომ მომავალ არჩევნებში, 24 არჩევნებში იქნება ID ბარათებით, გამონაკლისი დაეშვება მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს აღებული ახალი ტიპის ID ბარათი ელექტრონული მატარებლის გარეშე და ეს არის დაახლოებით 100 ადამიანის სულ. რაც შეეხება იმ დიდ რაოდენობას 200,000-ზე მეტ მოქალაქეს, რომელსაც აქვს 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწვევები, ისინი ბრუნვიდან ამოიღება, ყველას იქნება შესაძლებლობა რომ უფასოდ გადაცვალოს ის ახალ პირადობის მოწმობაში, რაც საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ზოგადადაც კარგი იქნება იმისთვის, რომ სისტემაში უფრო მეტი სიცხადე იყოს საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით და მათთან აღრიცხვასთან დაკავშირებით. ასე რომ არანაირი საფრთხე მანამდეც არ არსებობდა, თუმცა სპეკულაციის საფუძველიც კი აღარ იქნება, ვინაიდან აღარ იქნება ეს შეწოდებული ანუ არის ორი მიზეზი, რის გამოც შეიძლება მოქალაქეები მიმართოს დაუშვათ იუსტიციის სახლს და მოითხოვოს ლამინირებული პირადობის მოწმობა, მათ შორის ახალი, ხო, რაც ის ძველი გაუქმდება. ეს ერთი არის რელიგიური გრძნობები და მეორე არის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქ ასე რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან ფართო ესეთი, ხო? ანუ აი კონკრეტულად რას გულისხმობთ ამაში და ითქვა რიცხვები, რომ 600, 1000 მაქსიმუმ შეიძლება გაიქცეს ესეთი ლამინირებული მოწმობა. აი საიდან შედგა ეს სტატისტიკა და გარანტირებულად შეგიძლიათ თქვათ თუ არა, რომ 1000-ზე მეტი ესეთი ლამინირებული ახალი მოწმობა არ გაიქცემა. ხო, რაც შეეხება ახალ მოწმობებს, რომელსაც არ აქვს ელექტრონული მატარებელი, რომელსაც თქვენ ეძახით თქვათ ახალ ლამინირებულ მოწმობას, დღესდღეობით არის 70 ასეთი აქტიური მოწმობა გაცემული. საფუძველი არის ერთი რელიგიური მოსაზრებები, მეორე აღნიშნეთ ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ეხება ისეთ მდგომარეობებს, როდესაც არის მაგალითად მეურვე ყავს დანიშნული ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ან სხვა ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეურვე, ანუ მას როდესაც თავად ასე ვთქვათ, არ აქვს შესაძლებლობა, რომ აიღოს პირადობის მოწმობა, არის ძალიან გამონაკლისი შემთხვევა, ერთეულები შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევა. დღესდღეობით კიდევ ერთხელ არის 70-მდე აქტიური ბარათი, რაც შეეხება რიცხვს 600, ეს მოდის იქიდან, რომ სულ იყო 600 ასეთი ბარათი გაცემული პირადობის მოწმობა, რომელიც არის ვადიანია თავად, თუ არ ვცდები ერთი თვე აქვს ვადა და შემდეგ ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ 600 ადამიანი და სხვებს არ განუახლებიათ, ასე ვთქვათ. ამიტომ უცნობია ისინი კვლავ მიმართავენ და აიღებენ თუ არა ასეთ ცნობას, თუ აიღეს ჩვეულებრივი ელექტრონული მატარებლის მქონე ბარათი. შესაბამისად, დღეს მდგომარეობა და სწორედ ამაზე მოგვახსენა ჩვენ ოპოზიციასთან ერთად შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, დღეს მდგომარეობით ელექტრონული მატარებლის გარეშე ბარათი ახალი ტიპის აქვს 70-მდე ადამიანს. თეორიულად გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება არსებობდეს დაახლოებით 600 ან 1000-მდე ადამიანი, ვინც შეიძლება გამოთქვას სურვილი, რომ აიღოს ასეთი ბარათი, ეს რომ დავაკვირდებით. სტატისტიკა შეიძლება გაიზარდოს და 1000-ზე მეტი იყოს.
კი, იმიტომ რომ შეიძლება გაიზარდოს. კი, იმიტომ რომ თქვა განსხვავებით ნახოთ, იმიტომ პრაქტიკა ხო ამას აჩვენებს, რომ რეალურად დღეს არის 70 ადამიანი, ვისაც ეს აქვს. ამიტომ ამას რა თქმა უნდა დავაკვირდებით, როგორ იქნება ეს პროცესი, თუმცა კიდევ ერთხელ მოლოდინი არის, რომ ეს იქნება ძალიან მარგინალური. არჩევნებთან დაკავშირებით ერთ ჩაგეკითხებით, ემიგრანტების არჩევნებთან იგივე თემა არის და ბარემ მოვჩეთ ამ თემას. არჩევნებთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით, აი ემიგრანტების ჩართულობას უზრუნველყოფთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის და როგორ აპირებს ხელისუფლება, რომ ემიგრანტების ჩართულობა უზრუნველყოს 2024 წლის არჩევნებში, მათ შორის არალეგალებსაც აქვს საუბარი, აი როგორ აპირებთ ამ ყველაფერს? საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელზეც რა თქმა უნდა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ამისთვის არის პროცედურები და ეს პროცედურები როგორც იყო ადრე, ასევე იქნება რა თქმა უნდა და ყველას ვისაც აქვს სურვილი რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ამის შესაძლებლობა იქნება მათ შორის საზღვარგარეთ არის საკონსულოები, საელჩოები, სადაც იხსნება საარჩევნო უბნები და ამ საარჩევნო უბნებზე შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. მე არ ვიცი ვინ ლეგალურად არის, ვინც არ არის ლეგალურად, მაგრამ არის უბნები ყოველთვის იქნება ქვეყნებში, სადაც არის ემიგრაცია, ან არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ შეუძლიათ მიიღონ ჩვეულებრივად მონაწილეობა. აი, უპასუხეთ და მე გადმოვთ თქვენ აუცილებლად. ბატონო? არის. Sergei Shambas და ობაიეს საუბარზე მითხოთ ონლაინ შეხვედრა იყო, ობაიემ და პროტესტურებდა შეხვედრა იყო და საქმე გამოთქვამს დიალოგის სურვილს ოფიციალურ თბილისთან, ის ამბობს ასეთ რამეს. ქართული მხარის პოზიცია როგორი არის, თუ კი ეს სურვილი დაფიქსირდა მართლაც მათი მხრიდან, რა ფორმატებს განიხილავთ, რა ფორმატში შეიძლება ეს შედგეს და განხორციელდეს ამგვარი დიალოგი? ნახოთ, კარგია რომ სურვილი აქვს დიალოგისა და რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთიან სახელმწიფოში ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიანი და წარმატებული ქვეყნის აშენება. და რა თქმა უნდა ამისთვის მთავარი არის როგორც კონტაქტი პირადი, ისე დიალოგი და აქედან გამომდინარე, ნახოთ ეს პროცესი არის ზოგადად, რომელიც უნდა ბუნებრივად განვითარდეს, მთავარი არის მიზნები, ჩვენი მიზანი ცხადი არის, რაც არის ამის და ჩვენი შეთავაზებაც ცხადი არის ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეების მიმართ. ნახოთ, წინ გაუსწრებთ მოვლენებს, თავარი არის, რომ ყველა შემთხვევაში პრიორიტეტი და მთავარი საკითხი არის, რომ არსებობდეს დიალოგი და რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. როგორ წავა, რა ფორმატები თუ რა ნაბიჯები იქნება თუ რა პროცესები, ამას დრო გვაჩვენებს ჩვენ კიდევ ერთხელ არსებობს ზოგადად სხვადასხვა ფორმატები კონტაქტისა, რომელიც არსებობს ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტები, ამიტომ ჩვენ ყველა ამ შესაძლო არხს, რა თქმა უნდა, ვიყენებთ იმისთვის, ჩვენი აფხაზ თანამოქალაქეებს ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა და ყველა ამ ფორმატს და შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ. ხო, მაგრამ მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ. პირდაპირ დიალოგს გამორიცხავთ თუ არა საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობის გარეშე, იმიტომ რომ აქ თანამოქალაქეებთან ხო არ გვაქვს კონკრეტულად საუბარი თანამოქალაქეებზე ამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ პირდაპირ დიალოგს უშუალოდ რაც შეეხება ფორმატებს, ფორმალურ ფორმატებს და ასე შემდეგ, ეს არის რა თქმა უნდა მთავრობის კომპეტენცია. მთავრობა ამ პროცესს მიყვება და აქედან გამომდინარე, მთავარი ერთი რამე არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამოდის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, საქართველოს მთავარი მიზანი, ჩვენი ეროვნული ამოცანა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დობის ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან. ანუ საერთაშორისო პარტნიორების ვერ გავიგე ათიანების გარეშე პირდაპირ დიალოგს არა წარმოუდგენელი არა მოკლედ რაც შეეხება არჩევნებს ან გაერთიანებას, აქ ჩვენ 2024 წელს გვექნება არჩევანი
ქართული ეროვნული ინტერესების განმარტებელ პოლიტიკურ გუნდს, ქართულ ოცნებას და ანტიქართულ კოალიციას შორის. ეს არჩევანი იქნება 2024 წლის არჩევნებზე. ეს უკვე დიდი ხანია ცხადია, რომ არანაირი მრავალფეროვნება ოპოზიციურ ფლანგზე არ არსებობს, პარლამენტი არის ამას ყველაზე კარგი დასტური, რომ სინამდვილეში ეს ოპოზიციის მხარეს ეს არის ერთი გუნდი ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ, რომელიც ხანდახან ცდილობს რომ აჩვენოს თითქოს ისინი არიან ცალკე სტრუქტურები, სინამდვილეში იდეოლოგიურად ისინი არიან ერთნი, ვინაიდან ზუსტად ერთგვარი პოლიტიკა აქვთ. ამას წინ ლელო, რომელიც ეხლა უნდა რომ თავი ასე ვთქვათ მოგვაყიდოს როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან არა აფილირებულმა ორგანიზაციამ, ლელომ შემოიტანა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეხებოდა სანქციების დაწესებას, პირდაპირ ანტიქართული რეზოლუციის პროექტი, რომლის მთავარი მიზანი არის საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი და საქართველოს დაყენება ომის რისკის წინაშე. აი ესეთი რეზოლუცია შემოიტანა ლელომ. ეხლა რაც უნდა ადასტურონ ეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა არის ანტიქართული პოლიტიკა, ნაკარნახევი სხვების ინტერესებით და არა ქართული ხალხის ინტერესებით, ეს ხომ მაინც ჩანს საბოლოო ჯამში. და აქედან გამომდინარე და ლელო მათ შორის 2020 წლის არჩევნების წინათ გახსოვთ ცდილობდა პოზიციონირებას თითქოს ის არ იყო აფილირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, როგორც კი არჩევნები ჩატარდა 2020-ში, ლელო იყო მთავარი ვინც ალიანსში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან ბოიკოტის საკითხებზე, მთავარი ჩამშრდელი მოლაპარაკებებში ნაციონალურ მოძრაობისთვის იყო ლელოს ხელით შლიდა ბევრ პროცესს, მთავარი სიყალბის გამავრცელებელი იყო ლელო, ჩვეულებრივი ერთი ორგანიზმი არის ანტიქართული კოალიცია, ეს იქნება 2024 წელს არჩევანი ქართულ ოცნებასა და ანტიქართულ კოალიციას შორის. სალომე ზურაბი, რამდენიმე კითხვა მაქვს და გთხოვთ რომ სალომე ზურაბიშვილი დავიწყებთ ის ამბობს, რომ მის შეხვედრებზე სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც მიდიან, ემუქრებიან ამ სტუდენტებს. მათ შორის სტუდენტებზე ზეწოლას ახორციელებსო ზურაბიშვილი ამბობს თესეუს რექტორიო, არის თუ არა დაინტერესებული ქართული ოცნება იმით, რომ წინ ევროპისკენ ეს კამპანია სალომე ზურაბიშვილს ჩაეშალოს, იმიტომ რომ ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ოცნების დავალებით თესეუს რექტორიც კი აშინებს და ზეწოლას ახორციელებს სტუდენტებზე, რომლებიც ზურაბიშვილთან მიდიან. მან გამიჭირდება ხა ქაბატონ სალომემ კონსტიტუცია დაარღვია, როცა ის დადასტურდა თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ ორგანოს, რომელიც არის უმაღლესი ინსტიტუცია კონსტიტუციის განმარტებით, პირდაპირ თავს დაესხა შეურაცხყოფით. თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებმაც მისი იმპიჩმენტის საფუძვლების დადგენის მოთხოვნით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, პირადი თავდასხმები ჰქონდა, ეხლა თავს ესხმის აკადემიურ დაწესებულებას. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი ყველანაირად გასული როგორც კონსტიტუციური, ისე სამწუხაროდ ეთიკური ჩარჩოებიდან, ასე რომ მე სერიოზულად ამ განცხადებას ვერ აღვიქვამდი და კომენტარიც არ მგონია რომ აქ იყოს გავაგრძელებ სალომე ზურაბიშვილზე, გუშინ მათ შორის ირაკლი ყობახიძე მისაუბრა, რომ გვაქვს მოლოდინი და მოლოდინზე უფრო მეტად ვიცით, რომ არსებობს ოპტიკა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიძლება გადადგეს არჩევნების წინ გააკეთოს პარტია. აი ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მართველი გუნდის პოზიცია, მოლოდინები, რა გეგმაზეა საუბარი, ვისთან ერთად იქნება ზურაბიშვილი და ასე შემდეგ, რა ინფორმაცია გააქვთ, რასაც ის საქართველოს მოქალაქეა თავისუფალია იმოქმედოს როგორც მას სურს, მათ შორის იყოს პოლიტიკურად აქტიური. უბრალოდ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სინამდვილეში ის ერთ რამეს კიდევ ვერაცნობიერებს, რომ ის თანამდებობა, რომელიც მას უკავია, მას ავალდებულებს პოლიტიკურ ნეიტრალობას და ამის ნაცვლად ის არის ჩვეულებრივად ნაციონალური მოძრაობის ფლანგის ნაწილი. კიდევ ერთხელ ჩვენ რასაც ახლა ვაკვირდებით, ეს არის ის, რომ იქნება ანტიქართული კოალიცია და ამ ანტიქართულ კოალიციაში ჩანს, რომ ბევრს ოპოზიციიდან სურს, რომ ნაციონალური მოძრაობის ფრთის ქვეშ იყოს, ვინაიდან იქ ხედავს ფინანსურ რესურსებს, მედია რესურსებს და რა თქმა უნდა ეს დიდი ილუსტრაციის პროცესი მიდის საქართველოს პოლიტიკაში. ჩვენ თვალწინ იკვრება ანტიქართული კოალიცია, ამიტომ 24 წელს ქართულ ხალხს იქნება არჩევანი, რომ პირდაპირ შადიმანები თანამედროვე ისტორიის შადიმანებს თანამედროვე ისტორიის დაარქვეს თავისი სახელი, მიუჩინოს თავისი ადგილი ისტორიაში. კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს ქართულ ოცნებას, ორგანიზაციას და პარტიას, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ ქართული ხალხის ინტერესებს და კიდევ ერთხელ ამხილოს ის
ჯგუფები, პოლიტიკური თუ სხვა სახის ჯგუფები, რომელიც მოქმედებს სხვისი კარგად. ხურვალეთთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ საოკუპაციო მეც მითხავთ საოკუპაციო ძალების მობილიზება იყო გუშინ ხურვალეთში აქტიურად. დავით კაცარავამაც გაავრცელა ფოტო და ვიდეო მასალა რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მობილიზებულები იყვნენ ხურვალეთში. დავით კაცარავა ამბობს რომ გარკვეული გეგმა აქვს ახლა ოკუპანტებს და რაღაც მეორე ნაწილის მისაკუთრებაც უნდათ და შეიძლება ოჯახები აღმოჩნდნენ ოკუპაციის ხაზს მიღება. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად საფრთხე არის ეს ყველაფერი და ალბათ ნახავთ იმ ფოტო მასალასაც რაც გავრცელდა მაგალითად გუშინ სოციალურ ქსელში. არ მინახავს და დანამეჭები უნდა გადაიდგას ამის წინააღმდეგ. არ მინახავს და მე ამ ადამიანის მოქმედებას არ უყურებ სერიოზულად ზოგადად. ეს არის სოციალური მედიისთვის დადგმული პატრიოტიზმი ჩემთვის გემოვნებით მიუღებელი არის, მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც ასე მოქმედებენ და არანაირი მნიშვნელობა და ინტერესი არ იწვევს ამას. ჩვენ გვყავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ზოგადად ამ საკითხს აკვირდება, რომელიც მუშაობს ძალიან ეფექტიანად, გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია, რაც საჭირო გქონდეს, გვჭირდება რაც გვჭირდება ჩვენ იმისთვის, რომ მივიღოთ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებები, მათ შორის პრევენციული ხასიათის, რაც შეეხება სოციალურ პატრიოტებს, ამაცა მე მგონი სერიოზულად არ არის. სოციალური ოკუპაციის გეგმა გქონდეს ოკუპანტს და რუსეთს. გეგმა რაც არის, ეს გეგმა ცხადი ნათელი და საჯაროა რა გეგმაც აქვს რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მათ აიღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოხაზული რუკა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ დაამტკიცა და მიყვებიან მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალურ მოძრაობის შემოხაზულ რუკას და გაყავთ მართულხართ, ხო? ეს გეგმა დიდი ხანია რაც ხორციელდება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ კვლავ გაგრძელდეს საერთაშორისო ზეწოლა, რომ შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება, რომელიც სამწუხაროდ შეუსრულებელია დღემდე. გახსოვთ რომ ევროკავშირის შუამავლობით და ევროკავშირის ხელმოწერა აქვს ამ შეთანხმებას, 2008 წლის შეთანხმებას და მისი მთავარი ნაწილი არის რუსეთმა უნდა საკუთარი ჯარები გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სამწუხაროდ იმის შემდეგ არათუ არ სრულდება ეს შეთანხმება. ამ შეუსრულებების გამო არც სანქციები დაწესებია რუსეთს, არც ევროპის მხრიდან და არც არავის მხრიდან. არც რაიმე მოთხოვნები და რაიმე ესე ვთქვათ გადაწყვეტილებები ამ მხრივ არის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2008 წლის შეთანხმება რომ შესრულდეს და მოხდეს დეოკუპაცია ტერიტორიებში. თქვა მინდა რომ დაგისვათ მამუკამ დინარაძის განცხადებები, როდესაც იწვევს დიდ კომპლიმენტებს რუსეთის მხრიდან მარგარიტა სიმონიანმა ტელეგრამზე დაწერა, რომ გასაოცრად ადეკვატური არის საქართველოს ხელისუფლება და გაზიარებული აქვს დინარაძის გაკეთებული განცხადება, რომელიც ხშირად ამბობს, რომ რუსეთს რომ სანქციები დაუწესოთ, გიჟები ხომ არ ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანასვე დაუწესოთ სანქციები. აი, რას ნიშნავს, როდესაც გამოდმებით რუსეთის წარმომადგენლებისგან, რუსი პროპაგანდისტებისგან ქართული ოცნება კომპლიმენტებს იღებს, ამ შემთხვევაში მამუკამ დინარაძეზე არის საუბარი. არაფერს არ ნიშნავს, ჩვენი თავარი არის და ჩვენ გვაქებდეს საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ სწორედ ამ შექებას და მხარდაჭერას ვიზრუნებთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან მათი ინტერესებით მოქმედებთ და ის რაც ჭეშმარიტება არის, ამ ჭეშმარიტებას მინდა ადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს. რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ჩვენ რა ვთქვათ, რომ არა, შევეწინააღმდეგოთ თუ რა არის. ის რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ ისაც ჭეშმარიტება არის, ამ ჭეშმარიტებას მინდა ადასტურებს, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ის, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას ხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა. ხო, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპლიმენტებს იღებს ქართული ოცნება, ან მხარია რუსეთს თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ მუშაობთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხისგან მივიღოთ კომპლიმენტები და ქართველი ხალხი გავახაროთ. სხვა ვინ რას ამბობს, ჩვენთვის ეს რელევანტური არ არის. ამიტომაც არის ხოლმე, ხომ, რეაქცია არ გვაქვს ჩვენ, როდესაც უსამართლოდ გვაკრიტიკებენ, ვინც არ უნდა იყოს, რეაქცია არ გვაქვს, თუ კი ჩვენი არაკეთილმოსურნე გვაქებს, ამას ჩვენს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი გამსაზღვრელი არის საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, რას აკრიტიკებენ და რას გვიწუნებენ. ეს არის გვიწონებენ, ეს არის მთავარი გამსაზღვრელი. აი ამის შემდეგ აუცილებლად გიპასუხებ. ვერ გეტყვით, არ ვიცი რა ხდება ან რა არ ხდება, არ ვარ ინფორმირებული.
არ ვიცი უბრალოდ თემა და ბოლო NGO-თან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ ბატონო შალვა, აი NGO-ებს აქვთ მარში 9 დეკემბერს შენიხმა ევროკავშირს, გაშლიან ევროკავშირის დროშას და ეს იქნება აპოლიტიკური NGO-ების აქცია, რომ ევროპამ დაინახოს როგორი ერთიანები ვართ საქართველოშიო, უმრავლესობა მივა თუ არა NGO-ების მიერ დაანონსებულ ამ ღონისძიებაზე მარში 9 დეკემბრისთვის, რომ ევროპამ დაინახოს, რომ ჩვენ ევროპაში ყოფნა გვსურს. არ ვიცი, მარში და ასე ვთქვათ, არ ვიცი, ესეთ შეიძლება მოსწონ, მაგრამ ალბათ კიდევ ერთხელ ნახავთ მოსახლეობა, რაში იფლანგება უცხოური გრანტები, რომელზეც შემდეგ სხვა ქვეყნები გვეუბნებიან, რომ აი ჩვენ ფული გაჩუქეთ და თქვენ ქვეყნისთვის ხო ეს ყველაფერი. აი ესეთ რაღაცებში ფლანგავენ. შემდეგ იყიდიან დროშებს, სასტვენებს, დალევენ ყავას, გაშლიან PowerPoint პრეზენტაციას, იტყვიან რომ უყვართ ევროპა და საქართველო და საქმეზე რომ მიდგება, კვლავ საქართველოს გამოუთხრიან ძირს ის ნაწილი ოპოზიციის NGO-ებისა, რომლებიც ამას აკეთებდნენ და გაგახსენებთ რა გააკეთა NGO-ების ნაწილმა. პირველი, ისინი აბულინგებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ არაგვერდშია სახალხო დამცველი და ჩაგვეგდო ამითი ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება. ისინი აქციას აწყობდნენ და ითხოვდნენ საქართველოს პარლამენტს გადაეყენებინა საქართველოს მთავრობა და ამ NGO-ებს, მდიდარ NGO-ებს ქონოდათ ვეტოს უფლება ახალი პარლამენტის მთავრობის დაკომპლექტებაში. ეს NGO-ები წერდნენ სტატიებს და აი ახლა 2-3 კვირის წინ იქნებოდა ევროკომისიის რეკომენდაცია გრასის დამფუძნებელმა დაწერა სტატია სერგი კაპანაძემ, რომელიც გახლავთ ლიდერი სწორედ ამ მდიდარი NGO-ების კლანისა, დაწერა სტატია, სადაც ის ამბობდა, რომ ევროკავშირმა არ უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უნდა გადაუვადოს ეს და პირობად უნდა წააყენოს მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა და სანქციების დაწესება რუსეთთვის. ამ NGO კლანი, რომელიც არსებობს ამდენიმე მდიდარი NGO-ის სახით, პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოს საკუთარ ფეხში ისროლოს. დააყენოს ჩააგდოს საქართველოს ეკონომიკურ კოლაფსში და სამხედრო დაპირისპირების წინაშე. ამას ითხოვდა რამდენიმე NGO, აი გრასის თამადობით. ასე რომ, როდესაც ასეთ NGO-ებთან გვაქვს საქმე, რომელიც 100%-იანი უცხოური დაფინანსებით არიან, მათ შორის ფარული დაფინანსებით, ზოგიერთი ფონდების ყალბის სქემების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ასეთ აქციებს ფარსის სახე თუ ექნება. მადლობა.